ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. ხანდახან ვიტყვი ხოლმე რომ ჩემსავით რომ ჩემი ქვეყანა ყველას უყვარდეს მეთქი. ამ ქვეყანას არაფერი არ გაუჭირდებოდა მეთქი რა. მე ასე ვიყავი, ჩემი დროშით დავდიოდი თურქეთში და ჩემი დროშით ვიყავი წასული იტალიაში იმ დროშით რომელიც მე აქედან პოლიციამ ამოიღო და წაიღო ნივთკიცებად ჩემი საკუთარ დროშა და ის არ იყო თორნიკეს დროშა. და არც მოუკიდია იმისთვის ხელი, იმიტომ რომ მე მქონდა ის შენახული, იმას იმდენი წარწერები მქონდა რაღაცები, ის არ იყო გასატანი აქციაზე. ის არის დღეს ნივთკიცებაში. მოდი ლოყებში ჩავწკინეო თორნიკემ. აი ჩავწკინე ლოყებში, აი ჩავწკინე. ჩავწკინე მოიფერეო ჩემს მაგივრათო. ნერვიულობთ რომ ვიღვიძებდა სახლში არ არის ძალიან ძნელია ყოფილა შემთხვევა რომ აი გურზე ხელს რომ მოიჭერო არ გაგიჩერდეს იმიტომ რომ უნდა იბრძოლო ირაკლი მიმინოშვილი გიორგი ახობაძე თორნიკე გოშაძე ტობი მოდი ჩემთან აი მოდი რიჩი მოდი რიჩი მოდი თორნიკე იყო ძალიან კარგი ბავშვი დაიბადა ამ უბანში და გაიზარდა ძალიან კარგი ბიჭი ცელქი იყო თავისებურად რა თქმა უნდა ეხლა დადიოდა ბაღებში გადახტებოდა ხან ტყემალს მოკრიფავდა აქ ისეთი დასახლება არის ახლა მაშინ როცა ჩვენ მოვედით ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობდა დავდიოდით სკოლაში ტრანსპორტი მაშინ არ დადიოდა ბაღის მერე ისევ მუხიანში დადიოდა 191 სკოლაში მაგრამ არასოდეს არ მიმიღია საყვედურები ყველაზე ძლიერი რაშიდაც იყო საგანში ეს იყო მათემატიკა აი გონება ქონდა არ ვიცი რა არ უნდა იმას არც თითებზე დათვლა არც არაფერი აი უცბად და ეხლაც ესე არის სხვადასხვა ტექნიკურ საგნებში ერთ კლასში სწავლობდნენ ნინო უფროსია მაგრამ გადავწყვიტე ესე მაშინ რომ ერთად მისულიყვნენ სკოლაში რა ვიცი ერთად მიდიოდნენ ერთად მოდიოდნენ არასოდეს თქვა ან ნინოსთვის დაებარებინოს მასწავლებელს რომ თორნიკე ცელქოს რამე არა არ მახსენდება ბაღში და ძალიან კარგი ბავშვი იყო ოღონდ ხშირად ეძინებოდა რა, იმიტომ რომ დილით რო აღვიძებდი და ესე ცნობდნენ მოკლედ რა. მე-9 კლასიდან გამოვიდა და კადეტთა ლიცეუმში ქუთაისში, აი თავისით რომ საერთოდ არც მომზადებულა ხო თქვი ძლიერი იყო მათემატიკაში რომ სპორტიც ჩააბარა იქ, იმიტომ რომ მაინც გამხდარი ბიჭი იყო. მე მგონი მაშინ ერთადერთი თორნიკე იყო, ვინც არ უმეცადინია და მოეწყო. ჩააბარა ძალიან უხაროდა, იმიტომ რომ მეც ვეუბნეოდი სამხედრო ფორმით, უკვე ქუჩაში რო გაივლი, ყველა დაგლოცავს, მაინც სამხედრო სხვა რამეა და უხაროდა და ჩააბარა, დაიწყო სწავლა და 1 წლის მერე მიატოვა ეს სასწავლებელი. მანამდე როცა ჩამოდიოდა ქუთაისიდან, სულ ყვებოდა იქ ვიყავით, აქ ვიყავით, ეს გავაკეთეთ, ის გავაკეთეთ და უცბად გადაწყვიტა რომ აღარ უნდა სწავლა. ოღონდაც ვფიქრობ რომ როგორც სამხედროდან გამომდინარე ყველაფერი არ თქვა, არ მინდოდა რომ წამოსულიყო სასწავლებელიდან, მაგრამ წინ ვერ გადაუდგებოდი და რომ მითხრა რომ არ მინდა, წავედი და წამოვიყვანე მაგ პერიოდში მე დავდიოდი თურქეთში ხშირად ვიზებით, სამთვიანი ვიზებით და სამუშაოდ ერთი ოჯახი მყავდა და 3 თვე იქით ვიყავი, 3 თვე აქეთ ვიყავი და ამ დროს ძალიან მეხმარებოდა რა თქმა უნდა ჩემი ქმარი, იმიტომ რომ მაშინ უფრო მდგომარეობა არ იყო აქ ესეთი, მაგრამ ძალიან მეხმარებოდა. როცა ამათმა სკოლა დაამთავრეს, მე მაშინ ჩამოვედი თურქეთიდან და აღარ წავედი საერთოდ. მე მუშაობდი კურსტბაზე და წამოვიდა ჩემთან კურსტბაზე. და იქ მოინდომა რომ ესწავლა მზარეულობა და ძალიან კარგი მზარეული ყავდა ძალიან
და უხაროდა რომ აი ნიკასნაირი დადგებოდა რამზარი 16 წლის იყო 15-16 წლის და იქვე მინტანის პროფესია შეისწავლა იქვე გაიჩინა ძალიან კარგი მეგობრები და აი ვიტყვი რომ შეიყვარა სულ რა ძალიან მეტყვი რომ ძალიან თბილი ბიჭი არის ეხლაც და იყო საერთოდ ყველას ეხმარებოდა მე სულ ვეტყოდი ხოლმე შე რომ გაიზარდე თუკო მე უკვე ისავ რა ძლიერი იმიტომ რომ ვიცი რომ გვერდში დამიდგები მეთქი და მართლაც ესე იყო ეს ბათუმელები სადაც თორნიკესზე არის ისტორია ძალიან კარგი და პატარა თავისივე დაწერილი სიტყვები თორნიკეს რომ იმართავს საზოგადოებას Ой, битеми. Теми бити. ძალიან რთულად გადაიტანეს ეს მამამისის გარდაცვალება ორივემ თორნიკემ განსაკუთრებით 3 წლის წინ გარდაიცვალა განიცდის ყველაფერს რა ეხმარება სამსახურიდან აი მოხუცებიც კი იმდენი ვიღაცები მწერდნენ ვფიქრობდი ნეტა ვინ არის აი ასაკოვანი ქალები რო უსურვებენ წარმატებებს და მალე გამოსვლას ვინ არის დამლაგებელი ჭურჭლის მრეცხავი დამლაგებელმა მითხრა რომ არასოდეს ნაგავი არ გადამიყრიაო როგორც კი ამოვიტანდი კიბებზე ერთადერთი იყო თორნიკე ვინც მეცემოდა ხელშიო და გადაყრინა იმიტომ რომ ძიმე იყო ეს ის უამრავი ადამიანის მადლობა ქუჩაში შემხვდებოდა და მე ვეტყოდი ხოლმე დედი ვინ არის ის ქალი აი შემხვდა და მითხრა რა კარგი შვილი გაზარდე რა ვიცი სად მოშოვდა შენთან ორტონაში თუ სადმე გიხარია რა თქმა უნდა მე რო ვლაპარაკობდა რო ამბობენ რო ეხლა ეს ბიჭები არიან განსაკუთრებულები სხვებიც არიან განსაკუთრებულები მაგრამ მართლა ესეთია თავისუფლება ნიკოლას ჯავახიშვილი ესეთ საქართველოს ვერავინ ვერასოდეს ვერ აჯობებს თქვენ ხართ ჩვენი იმედი ჩვენი პატიმრის ოჯახის წევრების იმედი მადლობა პატიმრებს მადლობა მხნეობისთვის ბიჭებო გვიყვარხარ იყავით მხნე ჩვენი ძალა ერთობაშია ჩვენ გავიმარჯვებთ ბევრჯერ მithქვია თორნიკესთვის რომ შენ თუ რამე პრობლემა შეგექმნება ნუ დაიწყებ სხვასთან ლაპარაკს მოდი ჩემთან მე მითხარი და დედა ყველაზე კარგი ადვოკატი იქნება იმ წუთში შენ მე სულ ესეთი ვიყავი ხედავდა რომ აი ეს თქვათ ამხელა ქალი ვარ და ეს ახლა არ გამიკეთებია რომ საქართველოს ამბებია არა ნუ ესეთი არავის არ გაკვირვებია როცა გაიგეს რომ გავიკეთეთ დატო ყველა მიხვდა იმას რომ ეს შეეხებოდა სამშობლოს ან დროშა იქნებოდა ან ეს იქნებოდა და არც ერთისთვის არც ნინოსთვის არც თორნიკესთვის ესეა დავჯდომოდე რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა და რაღაცა არა მომიყოლია 9 აპრილის ამბები ჩემი ქმარიც იყო ზუსტად ჩემნაირად ეხლა ცოცხალი რო იყოს ჩვენ ერთმანეთს არ ვეუბნებოდით თუ აქციაზე მივდივარ თუ სად მივდივარ ისიც შეიძლება ისე წასულიყო რომ მე არ მწოდნოდა და მეც შეიძლება ისე წავსულიყავი უბრალოდ ვიცოდით რომ ვიყავით ერთ პოზიციაზე და მე ვფიქრობ რომ ამან გამოიწვია ეს ისა და საერთოდ შინაგანად სიყვარული და მე როცა დაიწყო ეს ამბები და უკვე გაიზარდნენ ესენიც და დაინახეს ახალგაზრდული პროტესტი რა თქმა უნდა გაუჩნდათ სურვილი და არასოდეს არ ყოფილვართ ჩვენ ოჯახში ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს ყველაზე მეტი აგრესია გამოიწვია თორნიკეში როცა ნახეო თქვა აი ეს ხუჭუჭათმიან ბიჭს წიხლებს ურტყავენ სახეში ძირს როგდია და აი მაშინ გავგიჟდიო თქვა რო ხედავდიო როგორ სცემდნენ ახალგაზრდებსო გოგუებსო ბიჭებსო და გუშინაც დაუსვა კითხვები მოწმეს სრუ მოწმეს რომ თუ შეეცადეთო როცა სცემდნენ ახალგაზრდებსო დაგეცვათ თქვენ პოლიციელებს ისო იმიტომ რომ ძირითადად ამათი ის როგოკოპები ქვიათ თუ რაც ქვიათ ნიღბიანების სცემდნენ ხო პროტესტანტებს თუ აქვს რაიმე ინფორმაცია რომ ერთი მოქალაქე მაინც აქციაზე დაიცვა რომელიმე სამართალ დამცავმა უწყება რომლის დაცვა საჭირო იყო რა თქმა უნდა არ მაქვს ინფორმაცია იმიტომ რომ მე როცა ვიყავი აქციაზე
ბევრჯერ თქვი. მაინტერესებდა გავხსნა ინფორმაცია. ყოველდღე დადიოდა, მე სულ ვეუბნეოდი რომ თოკო ფრთხილად იყავი, არ შეიგინო, ვიღაცას არ დაარტყა და რა თქმა უნდა გააპროტესტე. და არა, ზუსტად ესე მითხრა, არა, არ ვაპირებ ვინმეს თავი დავაჭერინო. ვიქნები ფრთხილად. მაგრამ მაინც მოუწია მაგასაც გმირთა მოედანზე უკვე რომ მოვდიოდი სახლშიო და ალბათ უნდა ჩასულიყო პოლიტექნიკურის მეტროში. მაშინ ბუჩქებიდან ამოხტნენო, არ მე ველოდებოდიო და მოვიდა გვერდმოქცეული სახლში, აღარ იცვა კურტკა, აღარ იცვა შარვალი. და მითხრა რომ შენი მოსაცმელი საწვიმარივით იყო ის, შეეწირა წუხანდელ აქციას, წამაქციესო და წიხლი ჩაარტყეს და ის ტალახიანი იყო და გადავაგდეო, იმიტომ რომ მეტროში ვერ შევიდოდი ჭუჭყიანითო. არა მგონი ხო პოლიციელი იყო ჩამალული ბუჩქებში. იყო ალბათ ღარებას ხალხი. ამბობს რომ ვიღაცა ბიჭმა გადაარჩინა ის პოლიციელს თავზე დაახტაო თუ რა ქნა არ ვიციო, დამიძახა გაიქეციო. იმიტომ რომ შეიძლება შეხედა კაფანდარა ბიჭ და ის შეიძლება არ ვიცი ვინ იყო. ოღონ იმას აღარ ვიციო რა ბედი ეწიაო. აი აქ შრამი დარჩენილი აქ სახეზე და მე ვუთხარი რომ წამომეთქი წავიდეთ ექიმთან მე შინოდან ეკნი არ კონდეს გატეხილი თქვა და არ წამომყვა. მოიდი ჩემი გოგო, მოიდი ჩემი გოგო. არ დამიშლია როცა თქვა რომ მე მივდივარ აქციაზე, მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი, ყავი ფრთხილად. და მეც დავდიოდი, მაგრამ მე ახლა ღამე არ რჩებოდი იქ. და ერთი დღეც 4 დეკემბერს ეძინათ ორივე დაძმანს და დამირეკა მეზობელმა. გვერდზე მეზობელმა რომ სათხარ სამსახურში მეთქი როზა რა სამსახურში გოგო ჩქარა მოდი შენი ეზოსავსია პოლიციელებით და იმ წუთში მივხვდი რომ ეს იყო აქციის გამო მოვედი 4 მანქანა იდგა ერთის ზევით ჩამოსასვლელში 3 აქ ქუჩაზე შემოვედი ეს ბავშვი რა თქმა უნდა იჯდა აქ გაუნძრევლად ტახტზე რა შესაქმე მეთქი მეუთხარ და არ მითხრეს გაიგებთო მეუთხარი რას გავიგებ აქციის გამო მეთქი მე თვითონ აქ ცოდნიათ ქალბატონო და როცა გაყავდათ თორნიკე სახლიდან მე მყურში უთხარი რომ შენ არ შეგეშინდეს დედი მეიც შენამდენად ძლიერი ვარ და ფეხზე დავაყენებ ყველას მეთქი და რომ გაყავდათ არც ემოთ მეთქი მეუთხარი და ის ბიჭი მომიტრიალდა და მითხრა რომ თითი არ დაედებაო და თუ შენ შვილს ნახამ და გეტყვის რომ ვცემეთო მე მყავს ოჯახი და მყავს შვილები და როგორც შეგიძლია ისე დამიწყევლეო ესე მითხრა ამ პოლიციელმა და როცა თორნიკეს ვკითხე მითხრა რომ არაო თითი არ დაუკარებიათო იყო რაღაც შეურაცხყოფელი სიტყვებიო მაგრამ მაგას აღარ ვაქცემ ყურადღებას იმიტომ რომ შენ შვილი შე რო არ გიცემია მე ვთხარი არასოდეს არ მიცემია და არც ემოთ მეთქი და შეასრულა იმ პოლიციელმა ეს პირობა და ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ მადლობა მასამისათვის მეთქი რა თურმე რო არ გიცემენ შვილს მაინც უნდა თქვა მადლობა რა იმიტომ რომ ისე სცემეს სვეტარიძე რომ შეიძლება ყველა მკვირ აიტანოს ეს როცა ჩატარდა სასამართლო ეს არის ჯგუფური ძალადობა თორნიკეს 4-დან 6 წლამდე და ამ ჯგუფის ორგანიზატორები დასახელდნენ ცეცხლაძე კაძელაშვილი და ვეფხე კასრაძე და თორნიკე თურმე ყოფილა იმათი ჯგუფის წევრი ამ დროს არც ეს ვინ იყვნენ საერთოდ ისინი საერთოდ არ იცოდა ამან არც ერთი არ იცნობს ერთმანეთს ეხლა გაიცნეს ერთმანეთი გზაში ციხიდან სასამართლომდე სასამართლოდან ციხემდე და ხელგადახვეულებით განან პროცესზე და მარტო ამისთვის ვეტყოდი მადლობას ქოცებს დავრობას რომ აი ამ საუკეთესო ბიჭებს ერთმანეთი გააცნო და ჩვენ დედებს მე ჩემ თავს თუ ვთვლიდი ძლიერ ქალად მე მიხარია რომ ბევრი ჩემზე ძლიერი გამოდგა და ერთმანეთს ვაძლიერებთ ახლა ჩვენ მეგობრების წერილები ერთად შევკარი იმიტომ რომ ცალსაკე გაგზავნას მირჩევნია ერთად მივა აგეთო წერილი რუსთაველიდან ეს რუსთაველზე იყო დაწერეს არის პატარა ბავშვის წერილი 5 წლის ვარო შეხედე აი ეს დაუხატია სახლი დროშა და იქ და შეუგზავნო ახლა ეს წერილები ყველა ერთად თხოვა გაზეთები შემომიგზანეო
და შეუგზანი ალბათ დღეს უნდა წავუღო. ახარც მუშაობა გინდა არაფერი გინდა რომ სულ ამ საქმეში იყო ჩართული მიუხედავად იმისა მაინც მუშაობ იმიტომ რომ კიდევ კარგი ავირჩიე ისეთი სამსახური რომ 1 საათი და საათნახევარი რომ მჭირდება დრო და მეტი არა და მაქვს ამისთვის დრო და იმიტომ არ ვტოვებ იმ სამსახურს რომ არ ვიყო ისე და პენსია ეგ არის ჩვენი ის და რა თქმა უნდა მადლობა უნდა უთხრა ფონდებს რომ ძალიან დაგვეხმარენ გაუცებული ვარ მე მისი შემართებით თორნიკე ამ წუთში მზად არის 6 წელი იჯდეს ციხეში სიტყვაზე იმიტომ რომ დაინახა რამდენად უსამართლოა სასამართლო იცის რომ არაფერი არ დაუშევებია ეს იყო სამშობლოს სიყვარულის პროტესტი მაგრამ მაინც არის იქ არის და ეცინება თუ უკვე რომ ვერაფერს ვერ ამტკიცებენ და ვერც დაამტკიცებენო და აღიარებით ჩვენებას რატო საერთოდ ისთვის დავწერო თქვა რაც არაფერი დამიშავებიაო ხო ტყუილად ხარ დავწერო და აღიარებით ჩვენება დავწერო და შუაზე გაყონ 6 წელი და სამი მომწენო და სამი ჩავმოკლო მე მირჩევნია ვიყო 6 წელი აქ და აუცილებლად თუ მითხრა თუ მე მომისაჯეს ციხეზე არის თურმე უამრავი რამ რაც შეიძლება ისწავლო ადამიანმა და თუ კი რამე იქნება იქ სწავლების მხრივ სულ ყველაფერს ვისწავლიო რა და ამით გავიყვან დროასო და არ ნანობს და მე ამაყი ვარ ჩემი შვილით ძალიან ამაყი იმიტომ რომ იმას არც კაცი მოუკლავს არც ვინმე გაუქურდავს ის ზის დღეს ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის და მე ამაყი ვარ თორნიკეთი ყოველთვის იყავი ამაყი მაგრამ კიდევ უფრო ბევრად ამაყი ვარ და კიდევ უფრო ბევრად ვიქნები როცა ისინი დატოვებენ საპყრობილეს გამარჯობათ გოგოებო წერილების გაგზანა მინდა ციხეზე და გაზეთებიც თურმე იგზანება და არ ვიცოდი ეს გაზეთები მითხრა გუშინ ერთმა ქალმა რომ ეს სულ გზანიო და ხო და გავგზანი არ შევწყვეტ ამ ბრძოლას კიდევ კარგი რომ დაიწყო დღის აქციები და რა თქმა უნდა ყოველ აქციაში ვიქნებით მონაწილეები და ხედავ რომ ნელ-ნელა ფსკერისკენ მიდის ქართული ოცნება ამას ყველა ვხვდებით შემდეგში ყვავილებით მოვალ ეხლა არ იყო ჯერ უღრმესი მადლობა ნახვამდის წარმატებებს გისურვებ მე თორნიკეს იქით კიდე შევიძინე უამრავი შვილი მიამაყებიან ძალიან აი იცი როგორ გიყვარს თითოეული მათთაგანი ვესწრები პროცესებს კაციასაც თქვა და იმ 11 ბიჭისას და აი იცი როგორ იქიდან რომ გულებს გიგზანიან და იცი ან ვინ ხარ და იბრძვი მაგრად და აი ლამის შუშა რომ გამოამტრიოს რომ დაგინახავს და ჩვენც ესე ვართ იმათ მიმართ და სულ ყველა მიყვარს მიყარხართ ბიჭებო მაგრად იყავით ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ მომს თქვენ აუცილებლად იქნებით თავისუფლები მე ჩემი ცხოვრების ისტორიაში 63 წლის ვარ 9 აპრილიდან მოყოლებული კი არა და 78 წლიდან ჯერ არც ერთ ხელისუფლებას ომი არ მოუგია თავისი მოსახლეობისთვის და ახალგაზრდებისთვის და ყველაზე მეტად ამის იმედი მაქვს რომ ესინიც ვერ მოიგებენ ამ ომს ადამიანი ცulis დროების ადამიანი